რამდენი კილო ხურდები რომ რა უნდა გავაკეთო, როცა გვტკივა ხელები. უნდა დავიკიდეთ. ბატონი ირაკლი 90 კილოგრამს ვერ გზნობს საერთოდ. უბრალოდ ვაკეთებთ გამოკაჩვას. ეს არის ვარჯიში, რომელსაც ძირაკა ბავშვობიდან აკეთებ. ასაკი რო გითხრა, ანუ 60 წელს ზევით არის თუ ქვევით? მოგესალმებით ვარჯიში ჩემპიონთან მეხუთე ეპიზოდით. დღეს სტუმრად ვართ პროფიტნესში ჩვენს მეგობრებთან, ბატონ დავით არაბულთან, ირაკლი ზირაქაშვილთან. მოგესალმებით. რისი დღე გაქვს დღეს, ბიჭებო? შუა ბიცეპსის. შუა ბიცეპსის. კარგი, გახურებით, მე მგონი უკვე გახურდით, მაგრამ მაინც თუ გინდა ხალხი დაიხოცა თავს, რამდენი კილო ხურდები რომ 15 კილოც გადახურდები მარტო. თან გავაკეთე. თან ხვია ახლა რომ მაგაზენ ნაკლებითო კაცული არ უნდა გახურდესო, თორე არ არის სრულფასოვანი. ეს უბრალოდ სხვა დონეზე არის ბატონი ირაკლი და ისეა. ორნახევრით იწყებს ეს გახურებას, ის პირდაპირ 15 კილოზე გადის. ზოგადად დათვა და ირაკლი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ერთად ვარჯიშობენ. და ზოგადად რა ვარჯიშის სპეციფიკა. ხელით კი ვყავს დათო და დათოს რო ხელ არა მეც ვყავს რა თქმა უნდა მეც ვყავს მე მადლობა მე ვყავს არა ბიჭო უცებ რაღაც და ვიცი რატომაც ხო და მეც ვყავს უკვე მაგრამ ნუ ალბათ ტრამვებმა რეალურად მაინცულეს ისე რომ მიუხედავ საკუთარ ორგანიზმს რა თორე რა თქმა უნდა ეხლა დღეს და ხოლ არაფერი არ იქნება მაგრამ ხანგრძლივი კარიერა ნამდვილად არავის არ იქნება თუ იმ შემთხვევაში თუ ცოტა ორგანიზმის მოსმენას არის სწავლის და ყველაფერს კარგად არ გააკეთებს რა თქმა მე 15 კილო თუ ხურდებოდი. გაუბრწევს და კარგად გავხურდეთ ხოლმე. 15 კილოზე არ გავხურდეთ. ო დავითმა სანამ ზირაკა ლაპარაკობდა ტელეფონზე რო იხელთა და უკვე გააკეთა რამდენიმე წონა. ხა არის უკვე 40-ზე? დაშვების კუთხეს სხვანაირი საკეთებს და ნეზე აპირებ შესვლას. აი როგორი თემაა. ეხლა რადგანაც ეხლა დავიწყო ვარჯიში მძიმეებზე ძალიან არ მივდივარ. დიდი ამათობით გავჩერდებით კიდეც ამაზე, იმიტომ რომ ეხლა ნელ-ნელა მივყვები რა შეჯიბრი ხა სამთვეში არის სადღაც და ეხლა რო უკვე პიკზე არ ჩქარო რეალურად და პიკზე რომ მიხვიდე მე არ მომეჭიროს ეგ ხალხს რომ უთხრა რა არის შემდეგი შეჯიბრი სად გადიხარ? საფრთხე ჩემპიონატი ინდოეთში 100 კილოში მარცხენა ხელში მივიღებ მონაწილეობას და ну მანამდე დრო არის რა რეალურად. ოქტომბერში. ეხლა უფრო მკურნალობაზე, ხელის მკურნალობაზე და ისეთ რაღაცეებზე ვარ რომ რაღაცა სავარჯიშო პიკი მქონდეს რა ნორმალური რომ კარგ მომზადებას რო დავიწყებ მე უკვე დავაშენო კიდეც რა თორე ეხლა რომ ძალიან გავწურე ჩემი თავი მე აზრი არ აქვს. გასაგებია. მე და გადავიწურები მომზადება. ერთობა ვარჯიშზე დაფოს. მიუშვია ფანტა. ეხლა შენი გახურების მერე რა ვარჯიში წიწებ. რა ვარჯიშს აპირებ პირველი შესვლა განტემზე ხარ შენც? კი, განტემს დავაკეთებ. ეხლა და შემდეგ გადავალ ფრანგულ ღერცზე რა. ამაზე შენ გაქვს რაიმე გათვლილი წონა თუ შენც ლაითად ხარ თუ მძიმეზე ხარ? ეხლა მე უკავსო ვიწყებ ვარჯიშის შეჯიბრისთვის მზადებას, სერიოზულ მზადებას რა. ვიცი ეს გასაგები არის და შენ ვისთან გაქვს სირაკ შემდეგი შეჯიბრი? მე ეხლა დავიწყებ უკვე მზადება და დაახლოებით ალბათ სექტემბერში მექნება შეხვედრა, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა მექნება. უბრალოდ წინასწარ თქმა არ შეიძლება ასე კამერებთან ორგანიზაცია არ ვამხელთან ორგანიზაცია ასე ითხოვს და თვითონ ორგანიზაცია დადებს ვის შეხვდები და როდის შეხვდები რა ანუ მალე იქნება რა ანუ რეალურად ასაკი რო გითხრა ანუ 60 წელს ზევით არის თუ ქვევით 60 წელს და ვერ უგებს რა გასაგებია
არის ვარჯიში, რომელსაც ძირაკა ბავშვობიდან აკეთებს. სეჩიო, აი რომელიც დავიცნო 2014-დან ვიცნობ. 2014-დან დღემდე ყოველთვის, ვაფშე ყოველთვის აკეთებს. შეხორცებული აქვს ხო იმენა აი, ვაფშე ყოველთვის აკეთებს. აი რაღაცები ამოუღია, ჩაუსვია, ეს არ ეხება. ფაქტია შედეგსაც ხოლმე პერიოდი იყო 1-2 წელი თავიდან რომ მარტო ვარჯიშს აკეთებდა. ძირაკ დათო რა ვარჯიშს აკეთებს? ხასიათს გააჩნია, ძირითადად მასაჟს აკეთებს. ხასიათის გარეშე, ხო? ვარჯიში ისა, ადრე უყარდა ხოლმე ჟიმის კეთება, თორე სიყვარული არც ერთი ვარჯიშის კეთება არ უყარს. ეგად უაკეთებ. ანუ ეზარება? ხო. ვარჯიშს რასაც უყურებ. მარტო ვნებს. და მაქედან გამოსავალი რა არის? დაანებეცავე. გაეშვი რა, თუ უკვე არ შეგიძლია გაეშვი. აი ცნობილი მასაჟისტი და რაღაც გარკვეული მსგავს თემებში თერაპევტი ასევე გვეუბნება, რჩევა არის მისგან, რომ რა უნდა გავაკეთო, როცა გვტკივა ხელები. ამ უნდა დავიკიდოთ. ანუ მართლა ჩემთან მოდიან შედარებით, ანუ შეიძლება ვიღაცას 1 წლის 2 წლის ჩემთან შედარებით შეიძლება ვიღაცა 3 წლის კლავჭდელი იყოს, მაგრამ მაინც დამწყები არის ის, ვინც მაგალითად 15 წლის სპორტსმენი არის. არ არსებობს რა, არც სპორტი და არც კლავჭიდი ისე რომ ისე იყო, რომ არაფერი გტკიოდეს რა. თუ ისე ხარ სპორტში, რომ არაფერი არ გტკივა, ნიშნავს იმას, რომ ყოველსვანები რომ დიდი სპორტსმენი არ გამოვა შეგა. იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ არ წურავ საკუთარ ორგანიზმს ბოლომდე, ანუ კომფორტის ზონაში ვარჯიშობ. კომფორტის ზონაში თუ ვარჯიშობ, ესე იგი ბევრს ვერაფერს მიაღწევ. რომ გამოდიხარ კომფორტის ზონიდან და იმაზე მეცაკეთებინებ ორგანიზმს ვიდრე უნდა, ლოგიკურად პრობლემებიც არის, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა გავარჩიოთ, რომელი არის მართლა ტრამული, რომელი არის დაზიანება ქსოვილის და რომელი ის, რომელიც უბრალოდ ვარჯიშისგან არის რა, ზედმეტი ვარჯიშისგან და ამის მერე ორგანიზმს მოусმინოთ, როგორ მოწონს, დასვენება ჭირდება, რაღაცა ის დამატებითი რაღაცები ჭირდება თუ რა და ეგრე გავაკეთოთ. კივილის garaში არ დაელოდოთ ამას. ლავჭის მithometi. ოკეი. არა, დღეს რაც მოვედი ახლა ძალიან ბევრი თემა მაქვს და დავითას ერთადერთი იჩევა იყო. დაიკიდე. არა, მე ჩემთვისაც აგურჩევი. თუ მოტეხილი არ არის, გაიშვი. გაიცვალეს, დაიკიდეთ. თუ კივათ ხელები, დაიკიდეთ. სუბუქად აპირებთ რომ გააკეთოთ. იმეს არ. ბოლო პერიოდში თითქოს უფრო დამხმარე ვარჯიშად ვიყენებთ ამას ვიდრე რაღაც ამყარა. და პერიოდში ისպես უფრო ხო, აი რაღაცაც რო გავაკეთოთ რა. რეალურად აი ამ კუთხით რომ მარტო განდელით არ მოურჩეთ და ბევრიც არ უწევთ. ანუ ახლა სულ ვაკეთებთ ამას და შესაბამისად. ამას ვამატებთ, აი ადრე მაგალითად ახლა ძირეკას გასაკუთრებით ძალიან დიდი წონებია გაწეული რა. ახლა მეც, მაგრამ აი თქვენი ცნობილი ვიდეო რო არის ერთად რა ხო, ვარჩევთ დამჯდარშიც, დგომშიც, აუ მიყუდებულზე ყველანაირად გვაგნაკეთებ, მაგრამ რო გითხრა რომ რამხელა ენერგიასაც ამას ვახარჯებთ მეთქი, ეგრე მომეწონათ ხო? ხო, რა, ანუ წამყვან ვარჯიშად მაინც არა. უფრო განტელი წამყვან ვარჯიშად რომ იქით წავიდეს მიმართულება, საითქენაც ძალა, შენ ხელს ეკომფორტულება და ძალა გინდა მოიყვანა. ეს თავის გზაზე გატარებს სულ რა. ო, ნახოთ 45-ზე თუ აუთამაშდება მიმიკა. არა. თავის ადგილზეა ნაკვთები ყველა. არა ეს რატომ მინდოდა რომ ბევრი ახალგაზრდა აი ამას აკეთებს ძალიან არაადეკვატურ წონებს. ნუ არაადეკვატურს რა წონიდან გამომდინარე 70-80 კილოიანი სპორტსმენები რო 100-120 ატარებენ და წელზე მთელი დატვირთვა აქვთ, ანუ ამასობაში მთლიანი კორპუსი არის ჩართული, მთლიანი კუნთების ჯაჭვია და ანუ მარტო ბიცეპსზე არც იგრძნობა და ტრამვის მაჩვენებელიც ბევრად დიდი შეიძლება იყოს და რა, განტელი ბევრად უფრო პრაქტიკულია მაგ კუთხით რომ დაამუშავებ და წელზეს დატვირთვას ბევრად ნაკლებს აიღებ. ან შენი აზრი მაინტერესებს მაგაზე. ხო, როგორი რაღაცა არის, ნახე, მეც ზუსტად ეგრე ვიყავი რა, რომ მაინც პირად წონა დიდი მაქვს. წონას რომ უმატებ, გინდა არ გინდა მე აქ და რომ მიდიხარ, მე გამოდის რომ გინდა არ გინდა თავისეთ კუნთებს რომელიც გავარჩება საერთოდ არ გჭირდება რა. და ბოლოს ისე გამოდიოდა რომ ვაკეთებდი მაღალ დიდ წონას, მაგრამ დავდებდი და ხელი არ მქონდა დაღლილი, მაგრამ ორგანიზმი მთლიანად დაღლილი მქონდა, გული აჩქარებული და რაღაც.
და რა თქმა უნდა, რა თუ ეხა ვიღაცას ეს ვარჯიში ძალიან მოწონს და მაინც ცოტა ტექნიკაში ფიქრობს, რომ ცოტა შეიძლება მოიკოჭლებდეს, ან უბრალოდ ორგანიზმი ძალიან ეხმარებოდეს, კაცრი აწევა იქ სტროგი პადიომ მიეყუდე, მიადე ტრაკი, მიადე ბეჭები, რავი თუ ძალიან გინდა თავიც მიადე რეალურად არ გამოწიო კედლიდან ფეხები წინ დაალაგე და აწიე და აწევ იმას რის შნოც ხელცა რა რეალურად. ანუ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები წონით, ნაკლები სტრესით ორგანიზმისთვის, ნაკლები სტრესით სახსრებისთვის გავარჩევ ხერს, მორჩა რა. დასკვნა. არ არის საჭირო ამაზე მძიმე წონების აწევა, ისე რომ წელიდან წინადელტებით, ზურგით, მკერდით რაღაცა წონა დააფიქსირო და ხელი ჩართულობა მართლა საერთოდ არ იყოს. მე ჩვენ თვითონ ეგრე ვიყავ. მე მართლა მაგას ვამბობ. ხო, არა, გამოვლილი. რაც უფრო ხო რა. ვაკუუმი ინფორმაციული და შეცდომებზე გვაქვს ნასწავლი რეალურად უბრალოდ როცა ხა ჩვენ ვისწავლეთ, რა თქმა უნდა, უყურებთ და მაშინ არაფერი არ იყო და ეხლა არის საშუალებები, რომელთაც ეთქვი რომ რაღაცა არა. რაც უფრო, ანუ რა თქმა უნდა, ხა 5 კილოიანი განტელი ეხლა რომ აიღო და სახშირად აიღო და სუხელში გეჭიროს, ვერ გაგაძლიერებს. მაგრამ რაც უფრო შედარებით დაბალი წონით, მაგრამ საქმის გართულებით, მოძრაობის შემცირებით, ის შენელებით, კუთხის დაჭერით, ისეთი კუთხის დაჭერით, რომელსაც უფრო დიდი ძალა გადგება იქ, სადაც გჭირდება, რაც უფრო დაბალი წონით გავარჩევ და მაქსიმალურად გაწურა შენ ორგანიზმს, მით უფრო კარგი. იმიტომ ხო რა, თორე ეხლა რეალურად აი 50 კილოგრამმა რო გაგწუროს და 40 კილოგრამმა რო გაგწუროს ერთნაირად, ხო? ჯობს 40 კილომ გაგწუროს, იმიტომ რომ ის 50 იგივე დატვირთვას გაძლევს, ხო? მაგრამ სამაგეროდ სახსრებისთვის არის ცუდი, ყესებისთვის, იოგებისთვის არის ცუდი, მინიმუმ გულისთვის არის და ზოგადად ენერგიას ხარჯავს. თუ ის 40 კილოც იგივეს გიკეთებს, რადგან ხო ის 50 მარტო იმიტომ რომ კამერაში დიდი განტელი გამოჩნდეს და ეგ ეხლა აღარავის უკვირს, ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს, ვერ გააკვირვებს. ორ ცოტა ხანი ლაპარაკს. მუდმივ მაჯა. ეგ უნდა მესმე. შენ შენზე ეგ გამახსენე. განტელით მაჯა. მაჯა ისე ცოტა სადაცილო იქნებოდა რა დავითა რო გადაშვება. დავით. აი ეგ განცილო იქნებოდა მეთქი დავითა რო მაჯას ხასავ. დაზე. ესე რომ გავა? ჩემი არ იყოსო. ხო, მაგას ვამბობ რა. დავითა გაიდეს. ესე რომ ვარო მეთქი ეს ვარჯიში მაჯაზე მაგარი არის. ხო. ესე იგი პირველი ვისაც ეგ უზის, უნდა ამოიღებენ მაგას. ფაზარი. ორი ფორმები აქვს მოკლედ რა ადამიანს. ატლეტურია. ატლეტურია. ბოდიფიტეშიც გამოდგება. 70. თორსეს ფეხებსაც ავარჯიშებს. ო, ხო ავარჯიშებს. 200 არის ჩამჯდარი დაჟე, სკოც. ზირაკა ხო? ხო. ანუ წიაღაც ერთხელ გააკეთე და 160 კილო ამოწია და გავაშვით. პირველი მისვლა თქვი ძმა, 160 კილოზე მივიდა პირველი მისვლაზე. ეგრევე. ჩაჯდომი მართლა გაკეთებული მაქვს. რანაირად შეიძლება ჩაჯდომი მაგხელა ქონდეს და წიაღა არ აკეთე იმ ჩაჯდომს ახლა აკეთებდი, წიაღას არ აკეთე. პირდაპირ მივიდა 160 კილო. როგორც 100 კილო 200 კილოზე. არ აკეთე. პროსტა ტიროა, ხო ეგრეაც. მუღამის. გამარბენი. ჯერ ფეხებს როშილი და მე პროსტა ჯამთელს ერთხელ. აი მასე ოწე ზუსტად რა. აღარ გააკეთო მაშინ მაგია. ხოდად და მეთქი აი ეს დადეკი, აი როგორც გავასწორე და წამოწია ეგრევე. რობოტივით. ანუ თქვენი შევა რა იქნება კონკრეტულად სკვათები და ასე შემდეგ ეგეთი საბაზისო ვარჯიშები რომელიც არ არის პოპულარული უნდა გააკეთონ? აი სკვათი. ჩვენ ვაკეთებთ. შის და სუთა იმის. ეს მართლა კვირაში შეერთხა. ტექნიკის შეიძლება ხა მაგაში ტექნიკა თუ ჩასვა. წონას არ იკლებ, რატო არა რომ ძლიერი ორგანიზმი ქონდეს? იმიტომ რომ მაგალითად ფეხებს ვერ გავარ და ხო რა, აი ეს მაგალითად წონას ვერ მატებდა. იყო ბევრი ვარჯიშები რეალურად, აი მაგალითად შუას განტეს ძალიან ძნელია რომ ფეხში ვერ იდგა რა ნორმალურად რა არის. ფეხი ვერ თუ წონს ხომადებს ისე. ხო და მაგას ვამბობ ხა თუ 60 კილოში იკლებ და იკლებ 7 კილოს. ფეხების ვარჯიში რო გააკეთო, უნდა იკლებ მე 10 კილოს. თან ისეთ გაუნდა ქონდეს ხორცი რომ არ გჭირდება. თუ წონას არ იკლებ.
ან სპორტის კატეგორიაში გადადიხარ, რატომაც არ რო ძლიერი მთლიანი სხეული ხარ. რაღაცა წონები გვაჩვენეთ, მაგრამ 60 კილოებით ხო ჩვენ სულს გააკეთებს. მაგას ხო ჩვენც ვავარჯიშეთ მაგწონს. გააკეთებს და დავით. ბიჭო, იმას რანაირად ირგებს? ნუ დადე დაყოლი აცი. ეს ნისანაირად რა უგუც. ამას კოდზე ვერ აუგუც. სადაც? ანუ კოდს ვერ აუგუც. კოდს ვერ აუგუც. თვითონ ვიცით რა. თვითონ ვინ არა იყო, იქ უნდა გააკეთო აი ეს რა. ან ჩამაზე მოვალე შეიძლება. ბატონი ირაკლი 90 კილოგრამს ვერ გზნობს საერთოდ. სახეზე არ ეთყობა. საერთოდ. არა, ეგ ჩაულებრივი უნდა. მიმიკა ისევ ადგილზე. ეს ირაკლისთვის არაფერი არ არის. ეს არის რუბრიკა ხეზე ასვლა. და ბატონი დავითი შემოგთავაზებს თავის ვა, სად ვიღებ. მე ხეზე ვერ ავოდივარ ჯერ. თვითონ არის. ეს თანავარ ბისული. ანუ უყურებ ქვემოდან. რაც ვარჯიში რომელიც რაღაც განსაკუთრებულად მოგწონს ან ფიქრობ რომ გერგება რა. როგორ რაღაცა არის იმ როგორც ირაკლი შუა განტელს აკეთებს თელი ცხოვრება, მე ეგრე ვაკეთებ დამჯდარში რა, დამჯდარზე განტელს ბიცეპსით, მაგრამ ბოლო პერიოდში რაც აღმოაჩინე, ძალიან მომწონს თვითონ მოძრაობის კუთხით და უკვე დავტესტე შეჯიბრებს და ძალიან კარგია რა. ესე იგი, რას ვაკეთებთ? ჩვეულებრივ ნაციაში ხას ვეძახით, ჩვენ გამოვხაჩვას ბლოკზე, სუფთა წონა, მოკლე რემენი, პრონაციიდან რეალურად, ესე ვიღებთ პრონაციიდან და უბრალოდ ხელში ვიჭერთ თუნდაც ნაჭერს, რემეს, რაც გვინდა რომ, ნუ ეს ხელები იმიტაცია იყოს იმის რომ ხელზე გვივლია რა. უბრალოდ დავატრიალებთ, დავდებთ, შევეცდებით რომ კუთხე არ იყოს აქეთკენ, რეალურად კუთხე იყოს სადღაც საბრძოლო მიმართულებით, საიდანაც გვიჭირს ან რაღაცა და უბრალოდ ვაკეთებთ გამოკაჩვას. მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ ფეხებით დაბლა არ ჩავიდე, ან რაღაცა ესეთი მოძრაობა არ გავაკეთო რეალურად, ვცდილობ რომ დაახლოებით სასტარტო პოზიციის იმიტაცია გავაკეთო მაქსიმალურად, რა მდგომარეობაშიც ვიწყებ მე გადაწევას და შესაბამისად საბრძოლო კუთხეც იქითკენ მივიმართო, საითკენაც მინდა რომ ძალა წავიდე. ანუ ეს ზედას ესე მე არ ვწევ რეალურად, ვცდილობ რომ აქამდე წამოვიდეს და ნუ დაახლოებით ის ვარიანტი არის, რომ ადამიანის ცენტრის სტარტმევას ვცდილობ იმის პარალელურად რომ პრონაცია არ ჩამეტრიალდეს. იმიტომ რომ ხელი ეს პრონაციაზე მეხაჩება მაქსიმალურად. ანუ ეს შენც ახალი დაწყებული გაქვს და ხო, ანუ სიმართლე რომ თქვა, ძალიან მომეწონა რაღაცა ეს დატვირთვა, რომელსაც მაძლევს ერთ შეჯიბრზე დავტესტე რეალურად და სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი სხვა ვარჯიში გავაკეთე და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე რომელი ვარჯიში მაძლიერებს, თუ რაღაცა პროგრესი მაქვს, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. მაგრამ ნუ აი ხელის შეგრძნების კუთხით ძალიან მომწონს ეს მოძრაობა რა, რეალურად, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს მიკონტროლებს და ისეთ რაღაცების დაკავებას და დაჭერას ვცდილობ, რაც ხელის წევის დროსაც იგივენერად მიწევს და არ მარტო პირამიდა არ არის, ან მარტო პრონაცია არ არის, რეალურად სრული კუთხეა, რასაც შეიძლება ახსოვს. კი ბატონო. ცერზე დავსვა ეს. ცერზე დასვი ცოტა დავალ, აი ეს. დაკეთე ცერი და ეგ დაიჭირე ხელში. აი ეგ. ეხლა ეს დაატრიალე, მაჯა გაასწორე, მიუშვი, ესეთი თემით, ოღონდ ცოტა იქითა კუთხით გამოკაჩე. ისე რომ ხო რა, დაახლოებით ეგეთ უკან და ცოტა იქითა კუთხით რეალურად რა, ხო. იდაყვი მიუშვი, ხელის სიმაღლე დაიკავე და იდაყვი და ხელი აი აქედან ერთდროულად გამოკაჩე. ცენტრი რო ო, ნახე? კერძთან არ მიიტანო, ხვდები? ნახე? დიაგონალზე გამოვიხო. ხო, არა, უყურე ტანიც დიაგონალზე გავუშვი, ხვდები? ტანის კუთხისკენ გავუშვი ზუსტად. აი ეგ, იდაყვით გამოკაჩე ცოტა. აი ეს. მინე. მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო. გამოიწერეთ არხი. და ეს და მაქსიმალურად კომენტარებში დაწერეთ თუ გააკეთებთ ამ ვარჯიშს, ამდენად მოგეწონებათ და იგრძნობთ ისე როგორც დავითი გვიხსნიდა. ხო, ნუ თემა ის არის რომ ზუსტად ეგ არის რა, რთულია.
რთულია, იმიტომ რომ ანუ ერთდროულად გეკაჩება პირამიდაზე, გეკაჩება პრონაციაზე, გეკაჩება კუთხეში და ხო, რა ზურგშიც კაჩავდა. შესაბამისად, ნუ ხელით ცდილობს რომ ან მაჯა მოხაროს, ან ცოტა აქეთკენ წამოიღოს და ეგ არის ზუსტად სირთულე. აი, ვაგრძელებთ. ეხა ირაკლი დათოს მერე ირაკლი გვასწავლის თავის საყვარელ ვარჯიშს ერთ-ერთს. ბევრი საყვარელი ვარჯიში გექნება, მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ ერთ-ერთი რომელიც გამოჩვენა. ვარჯიში ძალიან დიდ როლს თამაშობს შენი ხელის ძალა და ხელის კონტროლი, რა. როგორ შეიძლება შენი ხელი გააკონტროლო, ანუ დადებული პოზიციიდან, როდესაც იწყებ გადაწევას. ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვარჯიში არის. ასეთ რაღაც ვიღებ, წონას აქვს კიდევ. ხარი, ხო? ხარი, ხრის ვარჯიში და აი ნახე, შუით, ნახე, აი როგორც განტენით შუას ვაკეთებ და ამ შუების დროს ვაკეთებ ხოლმე ამ ვარჯიშსაც რა. ვიჭერ ასე, ამას ამებს ვაერთიანებ ერთმანეთზე და ამას ვარჯიშ, ნახე. ასე ვდგები, ხელს უშევ აქ. უშუალოდ ხარიც ვარჯიშობს და შუაც. ანუ ხარი სტატიკურად არის ერთ ადგილზე და ხელით აკეთებ მოძრაობას. მე რეალურად შენგან ვისწავლე და მეც მასე ვაკეთებ უკვე და ძალიან გრძნობს. ზოგადად ეს ვარჯიში მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულია რომ სწორად გააკეთო. და მე მაგალითად არასწორად ვაკეთებ. აი სიმართლე გითხრა. ეხლა აი ეს სკოტი ამისთვის თლად კარგი არაა, ცოტა მაღალია რა. ეს კიდევ უფრო დაბლა უნდა იყოს ჩასული. რომ ხელში მეტად დაბლა ჩაქაჩოს რა. უკეთესია. ხო, დაბალი. მე პირიქით ამაზე უფრო კარგად ვიბრძანე თითქოს. ნუ აქ ძილად მიდის წონები და მაგიტო. ანუ კუნძზე დატვირთვა კარგად მოდიოდა რაც მას დირექტ სწორად ვაკეთებ? არა. აბა, შევტრიალდე? და შუაზე გამოუშ, ნახე, ხელი ცოტა ის დააყენე, აი ესე. აი ხო ხტები ეს შუაზე რომ დაგადგეს და ის. ნახე, გიგა, ცოტა ეკაჩე, ესა, აქეთ მოკაჩე. ზე? აა ხო გოგლი. კარგად შერავახარ. ხო რომ გამასწრო. აუ მე ვიცოდი რა, მაგრამ ჩემი ბრალი იყო ძმა იქ. მეორე სხვა ნასტროიგით გავიგე ძმა და შეს 80% გამოიყურება ეს. ძველი ნასტროიგით უკეთესად არის რაღაც მოკლე შინაარს. არა, უშევ მაგათმა გამასწრო. დანარჩენი ესე ვარჯიშობს რაღაც 90%. ხო არ არის, ვიღაცა გამასწრო თავად. ცოტა ტელეფონზე. რა, კარგად შერავახარ. ვარჯიშზე ვარ ახლა. ვარჯიშობ და. კაი, მიდი დავაი. შეუფასე კაც. რა დადექი? დადექი ხელის სიმაღლე არ დაკარგო. ეს ცოტა ეს დაატრიალე. ხო. აი აქ უნდა დაწვა ხო ხტები და თან შუაზეც უნდა დაგადგეს რა. აი აქ რო გაწვევა ვიღაცა. ანუ შუის დღეს სხვანაირად აკეთებ და სხვა დღეებში სხვანაირად, ხო ალბათ? კი. რადგანაც დღეს შუა გქონდა. გქონდა. მომწონს სიკიცკოზე უფრო მომწონს ამის კეთება. დაბლა როდესაც ვქაჩავს, აი ეს წერტილი, დაბლა როდესაც ვქაჩავს, აი აქედან როცა ეს როცა ვქაჩავს, მეტად მაგრად მადგება ძალა რა. ანუ შენ გირჩევნია რომ უფრო დაბლა დამქაჩოს რა. რო ხელი რომ მიდის აქ ჩაგდის რა. და აქედან აგეთე. ცოტა უკან გაწიე და უკან გაწიე. ეს ჩავლობ, ეს დაიჭირე ესე და დავაი ხლა ხე, ეს დაუდექი. აი ეცადე აი ამით გამოვქაჩო რომ აქ დაგადგეს, მინდა.
აი მას. აი კუთვავიც. ბჭაი კუდრათ რომ მოდიოდეს ამაში თლიანად წონა რა. აი მენა აი ამაში რო დაგაგ. თვითონ დანადგარზეს როგორც დარიწოდა რა. საშინელად გაწევს თუ არა ფეხი მქონდა მოვარდნილი და ჩამისვეს და ახლა იოგებზე დამჭირდება სავარაუდოდ ოპერაციაო რა. და ჩაუდე. მე როგორც გითხარი ხელი და კარგად. რომ ხელა აი ასე. ოსტად სადა იმაშო. არა, ძალიან იმარ გეომეტრიული პროგრესიით აი ემატა. იმენა აი მაგარი მასკას. აი ეს არის კოტი, რომელსაც აი 10 კილოს რო დააყენებ, ყველაზე მეტად იგრძნობა რა. რა ვარჯიშს არ უნდა. აქ 10 კილოს აი რაღაც მაჯებს პირობითად 40 აი 40 გააკეთე და თქვი რომ ნორმალურად გავაკეთებ. აი 50-ს რო დააყენებ, შეიძლება ვაფშე ტოკოვერო ესეთი ის ზარდა. 50 თქვი ხო, წაგან 50. 50 მაგ გაკეთებული, მაგრამ ეხლა არა, მაშინ ფორმაში ვიყავ, ეხლა ახალი დაწყებული მაქვს მზადება. არა, ზონებზე ხარ. შეჩვევა დიდი რაღაცა არის. ეხა ერთი თვე რო ამუშავე, ხო 40 მერე დავამუშავე მეც. ხდადე. ო Let's go, ну go. მოდი ახლა. ნახე, ახლა და ის არის ტკიო სახსარი, მე თუ დაგაწვა. გაუშ. ვიდეოში ძალიან ცუდად დაწვა. ო, ვიდეოში დაწვა. მაგრამ რუბრიკა ხეზე ასვლის მეორე ვარჯიში. აქ დანჯობ. სირაკასგან არის ბატონ დავითის მიერ გამოწერილი სავარჯიშო მაჯის. ჩემი გამომგონებელი ძმის მაჯის ნომერ პირველი სავარჯიშო ჩემთვის კლავჭიჩი. ხელის რითიც როგორც იქნა ვიგრძენი მაჯისთანა. როგორც იქნა ვიგრძენი მაჯისთანა. წაგანავდი რომ ყველაზე მეტად ყველაზე კარგად აგრძნობ მაჯას. კი, აი ეს არის, ჩემთვის მართლა ძვლის ვიპოვე, რა მჭირდებოდა. ხელი მეგრძნო 100% მაჯა მეგრძნო 100%. როგორც გინდა მოკიდებ, სადაც გინდა მოკიდებ ხელს. და დაიწყებ კეთებას. სანამ გაგიჭირდება საერთოდ გაჩერებული ხელით რო აკეთო და ცოტა მინუსში გავუშვებ, აი იქნება. აჰა. ცოტა მინუსში უშვებ მაჯას? სტილო. და რა ახლა ეს 10%. ცოტა არაფერი. იმიტომ რომ შეჯიბრზე ძირითადად სულ მინუსში გაყენებენ და კიდევ წამოიღო ჯობი. შეჩოული უნდა იყოს რომ იქიდან მოგიწევს დამოხება. გასაგებია. მე ხშირად გამიგია რომ პირიქთან მინუსში არ უნდა გავუშვა მაჯა რომ ანუ ელასტიური არ უნდა ქონდეს რეალურად, ან მიჩვეული არ უნდა იყოს მაგასთან. რაც აი ახლა აი ეს არის შენი მინუსი რა, ამაზე მეტი არა. უბრალოდ დაიხმობთ 5%. და გააკონტროლო. გადაწევაზე რო რამე და მაგას საჯმოთ ხო, არის რომ აყენებენ მას. ხშირად არის მას და რომ იქიდანვე შეგელოს დაწადგინოს ამავე. ოკეი. ახო ეს ტრენაჟორი ბაჯისის გამო. არ მარტივად მისაგნები არ არის. თუ რამეა დავითს დაუკავშირდი და არა, ახლა ყველას ვერ გამოგაწენებ, გაუთავდათ სადაც ჩვენ მივყიდეთ აღარა. დავითს დაუკავშირდი და ფულს იშოვის დავით. მოიცა ფული ისა მოურტყავგიოთ სტანელა აკეთე. უი როგორ დამძიმდა რა. მაგას ვიძახ. 10 კილო დამძიმებს თქო ხო გითხარი მეც. უკვე სახე დაგუგაჩი. აი მას. ეს რომბისებრი ქონდა. ერთი მე რაც მეოცებოდა ყველაზე მეტად ის იყო რა. მასურაკოს თითებს. აი გადასალაგებ რა ეს ტიცა გვაქვს. რა ბიჭო მაგას კიდე ბოლომდე ვერ უგრძნობდი ძმა რა ვიცი. ისეთი კორპუსი არ აქვს.
ამისთვის შეიძლება ეხლა ამას დიდი მტევანი აქვს უფრო კომფორტულად მიყირავს. ეხლა მე ვაკეთოს რა. ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის ცხოვრებაში. საიდან ამოგიდიდივდა? ჯანმრთელობის ფასი არ არის. მე რო გამოვიდე ეთქო. აბა წავედით გიო. როგორ ფიქრობ, გავცე რა თამას? გონია რომ კი? გონია რომ დაძრა. დიდივდა. ჯანმრთელობის ფასი არ მე რო გამოვიდე ეთქო. აბა წავედით გიო. მარცხანა სხვანაირად აკეთე. ოპ. ხედავ, ვინც უფრო კარგად აკეთებს. დატრამ. აქ იმიტომ რომ ეხლა საბაზეც მე მარცხენა ვერ გავაკეთებ, მეგობარო. ჩემი აზრია რომ შენ ამ ვარჯიშს ვერ გააკეთე. ამ წონას ვერ გააკეთე. აღიჭირდება ჩემო საგებია. რამდენი ჩამეთვლება? 5. სამს ჩაგით. ან 3 და სუფთა. ვაი. ბიჭო. ვაიმე. ბიჭო. ვაიმე. ფინად იყავ. სახეში არ მოხვდეს, ნელა. აი. ვაიმე. ვაიმე გიგა? ეხოსო რა ისია. არა, გაჩერდა. მაგარ არის. ეგ ბიცეპსში შემოაგდე. არა. ადგილზე ხა იდაფე გააჩერდა ესე. არა, ხო. უმატებ აშკარად ეს არის. სწორად. სამუშაო არის რა, უნდა იმუშაო, ხელი უნდა შეეჩვიო. დამივეც ბოლოში. აი 2-1 მომენტი. ბიჭო რა უქნა მოკალება კარგად ის ბოლომდე თორე. მაშინ რა როგორ უნდა მოვკიდო? აი ამაში უნდა ჩავკეტო. ვერ დავგები მე ამასთან ეგ. იმიტომ რომ ეს იმდენად არის ცერს ვერ ვატოვო, რამ შეხედე როგორ. არა ეს. არა ცერს მომწონს. არა, კინოური. ბიჭო მე რო ცერი მოკალება. რა ასე პამპისთვის და ვიღაცა გაჭირებულს რო შეხვდები, რო ვერ გაგირბის. აი მარცხენა სხვათა შორის სუსტი მაქვს მე ეს აი ეს წერდა. აი ეს ფიქრდება, მაგრამ შენ არ ფიქრდი. ამბერტო, ნახე, ახლა მას არ და წერა ძალიან სკივა. ეხლა უყურე, აუსას წერა ნახე ეხლა. ეხლა კივილციტას განაცალას ეს. რა ხდება? სტილში მივიწყოს არა. გაუძლე, სამარიხო გაძლება წერას. როგორც დავიცი ის და გაუძლე და გაძლიერდა. რა ხდება? მინუსში რატო აღარ უშვებ შემოზირა? არა, ამას მინუსში ვუშვებ. რატო ისო? 10 კილოზიც კი მინუსში რო უშვებ. ანთიც რო წეო, მე აქეთ გაწება მეტად რა. თუ ტეხავს იმენა წერილიც. მაგარი.
მე რო ვიგზე გაკეთები, გავაკეთები, რო ვიცი. აბა თქვენიც იცნებო. მე просто ძირაკას იმას ვქენ, ჩაუდა კეჯებში რა. აუ ახლა 30 რას იზო. აი მე 30-ზე მივიდა ბიჭო. ესო ჩამოვიტანო ხო შეიძლება ეს? ოჰო, ოკეი, ჩამოვიტანე რა. ახლა დაუშვებ თორესაც წავა. არა, იმენა ამაში როგორ მიცინო? ხელი რო გამეშე შეიძლება თვითონ წასული. იცელა და ესე რა დუაკეთე. რა დასწადი. შემართებით ვიყავ. სამდენი ტრეშტოკის მერე მაკრეგორივიც. შენ ანუ უხრი რა, მე რა. მერე კლავჭი დურისა. დამუზეც. მაჩვენე? ეს ის შემთხვევა, რომ ცერატიფის აჩვენება კარგად არ ნიშნავს რა. პირიქით. 50. საშენი მაქსიმუმი? ჰა? საშენი მაქსიმუმი? ო, არც გამიგეთრია ეს. ხო. ეს ზონა მგონი დავიჭირე ერთხელ თუ რაღაც ესე. ოპა. დამცინდა. ოდის მაჯა. ამასთან ერთად ჩვენი დონაციის ლინკი აღწერაშია. ვისაც უნდა რომ არხს დაეხმაროს განვითარებისთვის, ნებისმიერ რაოდენობის თანხა შეგიძლიათ დაადონატოთ, რომელიც ისე და ისე წავა არხის. კი, აღწერაში იქნება ლინკი, KISAG-ის ლინკი და შეგიძლიათ გადახვიდეთ და იქ დაგვიწეროთ კიდეც რამე კომენტარი, ან კითხვა თუ გექნებათ. და ჩვენ ვესწრებით რომ გაგცეთ მაგალითად პასუხი. მოკლედ, გავედით ბოლოში. დავიცი გამოგვეცალა ხელი და რაღაც მომენტში გაუჩინარდა. მიხვდებოდით რაღაც ვარჯიშის პროცესში აღარ იყო მე ჩვენთან ერთად. ვარჯიში და ხო, ეზარება როგორც შენ თქვი, მაჯების გაკეთება ეზარება და მაგით. კაი, მოკლედ ძალიან საინტერესო ვარჯიშები იყო ჩემი აზრით, რაღაცები. არა, იმიტომ რომ კარგი ვარჯიშები გვაქვს, მე ვაჩვენებ ხალხს, რაც კარგი ვარჯიშები და ახლა შევდივარ ნელ-ნელა ფორმაში, ხლა არც მძიმე წონებზე არ ვარ, არც ისე რა. და რაღაცა ისეთ საინტერესოს რა. ხო, ჯერ წინა პროგრამას ვაჩვენებთ რა, ფორმაში რომ შევარ და უკვე სასჯელო პიკზე რა მოიხდებით რა. ხო, მე უკვე თან რომ გავამხელთ ვინ არის შენი კონკურენტი, მაგასაც გითხავთ რაც და როგორ აპირებ. შემდეგი გადაც არა, წესით უკვე ის ჩემპიონატური ჩატარდება პირველში, მე დაიდება. მალევე დაიდება ძალიან. ოკეი. წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში, ვისთანაც არ უნდა გქონდეს. დარწმუნებულია რომ გამარჯვებული ჩამოხვალ. და თქვენ შეგახსენებთ მეგობრებო, რომ დალაიქეთ ვიდეო, კიდევ ერთხელ გამოიწერეთ არხი, ძალიან დაგვეხმარებით მაგით. კომენტარებში სულ დაგვიწერთ და შეგვახსენებთ რომ აქ ხართ და გვიყურებთ, ეგეც კიდევ ერთხელ მოგცემს мотивაციას რომ გავაგრძელოთ ვიდეოების გაკეთება. უღმესი მადლობა მაყურებელს, უღმესი მადლობა ირაკლი. წარმატებებს გისურვებ და შევხვდებით კიდევ არაერთხელ ირაკლის შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. წარმატებები.